ქართველი კომპოზიტორის მერწლების წინ დაარსებული ფესტივალი გრძელდება 7 მუსიკოსის სცენაზე მსახიობთა სახლი ხვალქუჩის მუსიკოსების ფესტივალს უმასპინძლებს კონცერტში მონაწილეობას მიიღებს დავით ევგენიძის ბენდიც. კომპოზიტორი და პირველი არხის წამყვანი მუსიკოსებს თავად არჩევს და მათ საავტორო გადაცემაშიც ხშირად იწვევს. წლების განმავლობაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ხელოვანები საკუთარ შემოქმედებას ახლა მშობლიურ აუდიტორიას გააცნობენ. აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლი 18 დეკემბერს პირველად უმასპინძლებს ქუჩის მუსიკოსების ფესტივალს, რომელიც ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა და მუსიკოსმა დავით ევგენიძემ დააარსა. წლებია დავით ევგენიძე ცდილობს მხარი დაუჭიროს ქართველ მუსიკოსებს და მათი შემოქმედება ფართო საზოგადოებას წარუდგინოს. ეს იდეა გაჩნდა ჩემი გადაცემა მუსიკის 12 მოციქული ჩვენი პირველი არხის გადაცემა და უცებ მიფიქრე რომ აი რამდენი ემიგრანტია ქართველი ვისი მუსიკაც არ ვიცი ჩვენ საქართველოში და მომინდა რომ ეს ჩვენი ქართველი მუსიკოსები რომლებიც არიან ემიგრაციაში თავის ქვეყანაში ჩამომეყვანა და თავის შემოქმედება მოესმინა ქართულ მაყურებელს. 7 ემიგრანტია ამ პროექტში ცხოვრობდა და ძალიან მიხარია. ხვალინდელი კონცერტი, რაც გაიმართება მსახიობის სახლში, ეს არის ფაქტიურად პირველი ესეთი კონცერტი ამ რანგის, რაც განახლებული იქნა მსახიობის სახლი. მინდა აღვნიშნო, რომ 14 ნოემბერს, როდესაც შედგა პირველი პრემიერა განახლებულ დარბაზში, წარმოდგენილი იყო სპექტაკლის საერთო, სწორედ დავით ევგენიძის ბენდის თანხლებით შედგა და ჩვენ გვიხარია, რომ ეს პირველი კონცერტი, რასაც აი ამ ფორმატში გამართავენ, ეს სწორედ მსახიობის სახლში გაიმართება. მუსიკოსმა დავით ევგენიძემ სპეციალურად ამ ფესტივალისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ხელოვანები შეკრიბა და მათ საშუალება მისცა ამჯერად საკუთარ სამშობლოში წარადგინონ საკუთარი შემოქმედება. 7 მუსიკოს აკომპანიმენტს ევგენიძე და მისი ბენდი გაუწევს. ეს ფესტივალი უმნიშვნელოვანესია ქართული მუსიკოსებისთვის, იმიტომ რომ საზღვარგარეთ მოღვაწე მუსიკოსები, როცა ჩამოდიან და თავის ქვეყანაში შემოქმედებას აგრძელებენ თუ ეს შემოქმედება ჩამოაქვთ საქართველოში, ეს არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ ეს მარტო ის არ არის, რომ ჩამოდიხარ აქ და კონცერტს მართავ. ამასთან ერთად ჩამოგაქვს უზარმაზარი ცოდნა, რომელსაც მე უზიარებ აქ კოლაბორაციებს აკეთებ ქართულ მუსიკოსებთან და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. კონცერტი განსაკუთრებით ემოციურია მუსიკოს ლუკა ნოზაძისთვის. სასცენო სახელით ლუკა ნოზა. იგი უკვე 10 წელია ემიგრაციაში ცხოვრობს. ლუკა ნოზა სპეციალურად ამ ფესტივალისთვის ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში დაბრუნდა. ძალიან მიხარია აქ ყოფნა და აი ესეთი ფესტივალის ნაწილი რო ვარ, საქართველოში ჩამოსვლა და ესეთ დიდ მუსიკოსებთან შესრულება ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, მით უმეტეს, როდესაც ვასრულებ საკუთარ შემოქმედებას და არ ვიცი, მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი პროექტები საქართველოსთვის, რომ ხელოვანები დაბრუნდნენ საქართველოში და შეძლონ საკუთარი ესე შემოქმედების საქართველოსთან გაზიარება, ქართველებთან გაზიარება. დავით ევგენიძე მუსიკოსებს თავად ეძებს, უსმენს და არჩევს. ხშირად უთმობს მათ თავის საავტორო გადაცემას პირველ არხზე, მუსიკის 12 მოციქული, რადგან კომპოზიტორს მიაჩნია, რომ მათ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ იპოვონ საკუთარი აუდიტორია და სცენა.